კითხვა იყო, რისთვის მოდიან ეს ევროპელები, ხომ არ იგეგმება ტრამპის მიერ ზელენსკის ძალიან მსჯელობდნენ ექსპერტები, ძალიან რთულ მდგომარეობაში შევიწროება და მიწოლა რთულ პირობებზე და ხომ არ გეგმავენ ეს ევროპელები ხომ არ მოყავს ერთგვარ ამალად თანამებრძოლებად, რომლებიც მას რაღაცა მისთვის ეფექტური ზურგის მოლაპარაკებებში უზრუნველყოფას შეეცდებიან. თუმცა ეგ ცოტა საეჭვო ვერსია იყო, იმიტომ რომ რა ფორმა ახლა ეგეთი, მართლა ქუჩის გარჩევა ხო არ არის გაურკვევლობაში ვიღაცას ეძახდნენ და მოდი წამოვყევით და იქ გაირკვევა, რამ ეგრე ხო არ ხდება, არა? ასეთი შეხვედრები ასევე როგორც წესი, მით უმეტეს ეხლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ინტენსიურად გაერკვა საკითხში, გაერკვა ვისთან აქვს საქმე, გაერკვა რა არის ძალთა ბალანსი, რა არის ინტერესები, რა მდგომარეობა ფრონტზე. სავარაუდოდ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გავლილი უნდა ყოფილიყო. და გუშინდელმა შეხვედრამ თეთრ სახლში გამოაჩინა, რომ ხო, აქაც 99% თემების გავლილი და დიდი ალბათობით შეთანხმებული შეიძლება იყოს. უბრალოდ ამ ყველაფერს როგორც ჩანს, ჭირდება გაფორმება. რა შეიძლება იყოს თავარი ხელისშემშლელი ფაქტორები, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ევროპას უფრო ეშინია დღეს რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსეთისთვის წამახარისებელი შეიძლება რო არ აღმოჩნდეს ეს შეთანხმება, ანუ 3 წელი ომი გრძელდება, თავიდან გეგმა იყო ეკონომიკური გამოფიტვა და ჩამოშლა რუსეთის, არ გამოვიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებენ წითელი ხარიჯით რუსეთის პრეზიდენტს დიდი ზარზმით და სთავაზობენ ისეთ რაღაცას, რაც უკრაინისთვის და დასავლეთისთვის არის წამგებიანი და რუსეთისთვის უფრო პოზიტიური სცენარი და ევროპაში არის შიშები, რომ აი როგორც გამოთქმის არ იყოს, რომ მადაჭამაში მოდის, ეს არ აღმოჩნდეს წამახარისებელი რუსეთისთვის, რომ გაუჩნდეს უფრო მეტი პრეტენზიები და შეიძლება თავს არ დაესხას ევროპას და რაღაც დაპყრობა არ მოინდომოს ქვეყნების, მაგრამ მისი პოზიციები არ გაძლიერდეს, შესაბამისად პოლიტიკური ზემოქმედების მეტი ბერკეტი არ კონდეს ევროპაზე. შესაძლებელია თუ არა ევროპა აღმოჩნდეს ხელისშემშლელი ამ შეთანხმებისა, რის მზაობას როგორც ჩანს ვაშინგტონს გააჩნია. ევროპას და უკრაინაც. ან ეხლა მე ვახსენე, რომ სავარაუდოდ რაღაცის გაფორმება ხდებოდა გუშინდელ შეხვედრაზე. ოღონდ ეს რაღაცის გაფორმება, რა ვერსიის გაფორმება, ეგჯერ გაურკვეველია. შეიძლება იყოს ერთი სხვა გაფორმება იმისა, რომ უკრაინა გადაწყვეტილია, სხვა გზა არ აქვს და იძულება მოხდება მისი ამ ზავის ამ პირობების მიღების და შეიძლება იყოს მეორე ვერსია, რომ გასაგებია, რომ ამ პირობებზე შეთანხმება შეუძლებელი იქნება და ეგ არ არის გამორიცხული. ეს პირობები იმდენად ძიმე, რომ შეიძლება უკრაინა ვერ შეითანხმონ და შეიძლება ამერიკა გეგმავდეს გააფორმოს უკრაინის ბრალეულობა ამ შეუთანხმებლობაზე და შემდეგ ასე ვთქვათ მორალური ვალი უკრაინის დახმარებისა მოიხსნას და შესაძლოა ამ ნაწილში ევროპის ქვეყნები რაღაც დაიანად იძულებულების იყვნენ, რომ თანამონაწილეობაც მიიღონ, იმიტომ რომ ამერიკას დიდი გავლენა აქვს მათზე, ეს ვთქვათ უკრაინაზე ამ ბრალის აკიდების საქმეში, მაგრამ მე უფრო მომეჩვენა, რომ ახლოს არის მდგომარეობა იმასთან, რომ მეტნაკლებად შეთანხმებულები არიან ალბათ, რომ უკრაინას მიიყვანენ ამ ზავის პირობებამდე და აი ამ ზავის პირობების მიიყვანის გაფორმება ხდებოდა, მათ შორის შეფუთვა ამ თემის უკეთესი ფორმით წარმოსაჩიან. რა შეიძლება გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს უკრაინა და კი რა თქმა უნდა ევროპის მოტივაცია იმაში, რომ უკრაინა საბოლოო ჯამში სტრატეგიული თვალსაზრისით არ დამარცხდეს და უკრაინის სახელმწიფომ როგორც კედელმა, რუსეთის წინაღმართულმა კედელმა, ევროპის დამცავმა კედელმა
არსებობა არ შეწყვიტოს, ეს არის ევროპის მოტივაცია. კი, მაგრამ ამას ჭირდება რა? ამას ჭირდება ფინანსური და შეიარაღების მხრივ უზრუნველყოფა, ხო? ეხა არის ამერიკა ძირითადი, ვინც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს უკრაინისთვის. ყველას გვესმის, რომ ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინა ამის ნახევარს კი არა, ალბათ მე-100-საც ვერ შეძლებდა, ხო? თუ ამერიკის შეერთებული შტატები ზეწოლას ახდენს უკრაინაზე იმ მუქარით, რომ ნუ მაშინ თქვენს დახმარებას არ მოგაწვდით იარაღს, არ მოგაწვდით ფულს, შესაბამისად რუსეთსაც უხსნის სანქციებს და ეგ უკრაინისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა ჩაყენებას ნიშნავს და თუ ჩვენ განვიხილავთ იმ ვერსიას, რომ ევროპა არ დათანხმდება, მაშინ ევროპას უნდა შეეძლოს ამის კომპენსირება, შეიარაღების მიწოდება, რასაც შეერთებული შტატები აწვდის, ფულის მიწოდება, რასაც ასევე ვაშინგტონი აწვდის და ასევე სანქციებით რუსეთის დასუსტება, როგორც ამერიკული სანქციები ასუსტებს. კი, მან უბრალოდ არის დეტალები, რომლებიც შეიცვალა, მაგალითად, მანამდე, ვთქვათ, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ფინანსური თვალსაზრისით დახმარება იყო თანაბარი, ან ჯამური ფინანსური ოდენობა რო ავიღოთ, შეიარაღება იქნება თუ ზოგადად ფინანსური დახმარება, დაახლოებით თანაბრად ეხმარებოდა ევროპა და ამერიკა. ეხლა ამერიკამ განაცხადა, რომ ფაქტიურად წყვეტს მათ შორის შეიარაღებაში ფულის გადახდას, მათ შორის შეიარაღების მიწოდება საკუთარ ბიუჯეტის ხარჯზე. ეხლა ევროპა იხდის ყველაფერს, უბრალოდ ამერიკისგან ყიდულობენ იარაღს, ამაზე გაფორმდა ეს შეთანხმება, აქამდე მივიდნენ. იმიტომ რომ ევროპას ფიზიკურად არ აქვს იმ მასშტაბის სამხედრო წარმოება, რომ თავისივე იარაღი მიაწოდოს. ამიტომ ევროპა გადაიხდის ფულს, ამერიკა მიყიდის იარაღს. ამერიკა თეორიულად შეიძლება განაცხადოს, მე იარაღსაც არ მოგყიდი. უბრალოდ მან თელი პრობლემა რა არის, ევროპასაც აქვს თავისი ევროპას და უკრაინასაც აქვს თავისი იარაღი, თავისი იარაღი გულისხმობ არგუმენტების საინფორმაციო იარაღი. ესე მარტივი არ არის ხა, რას ქვია, რატო არ მომყიდი? ამას რეპუტაცია. რო აჩერება ომს. ხო, ანუ ნახე როგორ არის, თუ ვერ ჩერდება ომი, ხო და თუ მოწინააღმდეგე მაინც აგრძელებს და მას გარკვეული მარაგები დარჩენილი აქვს, თეორიულად ეხლა ამერიკაშიც არიან პოლიტიკური ეს ხო არ არის რაღაცა მონოლითური. შიგნითაც ეს არის საინფორმაციო პრობლემა, საინფორმაციო დილემა, საინფორმაციო ბრძოლის, რომელიც მხარეები ცდილობენ წარმოადგინონ ისეთი არგუმენტები, რომ მოწინააღმდეგე მხარე ჩააგდონ არგუმენტაციის სახით რთულ მდგომარეობაში. მაგალითად, რუსეთმა საკმაოდ ყოჩაღი სულა გააკეთა ეხლა აი ამ მოლაპარაკებებში, როცა განაცხადა, რომ აი ნახეთ 4-ვე რაიონის დარჩენილი ტერიტორიების გადმოცემა არ მინდა, მარტო დონეცკი გადმომეცით. ეგ როგორი სულა, იცი? ძალიან მომგებიანად ჟღერს, ანუ ჟღერს ისე, რომ ხლა ამერიკელ ამომრჩეველს აუხსნა ზელენსკი არაჩერებს ომს, იმიტომ რომ რაღაცა 8000 კვადრატული კილომეტრი ერთი ბეწო ტერიტორიის გადაცემა არ უნდა და ომი გაჩერდება და ამერიკას ამ თემით მძევლად გტოვებს მთელ ამერიკას რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ვიყოთ, რა სიგიჟეა? არა და დონეცკის ის 8000 კვადრატული კილომეტრი არის ფაქტიურად ციხესიმაგრე. ანუ ეგ ფართო საინფორმაციო ველზეა ძნელი ასახსნელი, მათ შორის ამერიკელი და ევროპელი ამომრჩევლისთვის, თორე სინამდვილეში სტრატეგიული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია ველზე. ამიტომ რუსეთმა რასვლაც გააკეთა, ეგ იყო მაგალითი იმისა, რომ აი ამ ჭიდილში, ბურთის მოწინააღმდეგის მოედანზე გადაგდების ჭიდილში, აი ამ მოწინააღმდეგის მოედანზე არგუმენტირებულად ბურთის გადაგდება დიპლომატიურ ბრძოლაში ეფექტს ქმნის. ეხლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ევროპელები და უკრაინა, მათ უნდა რაღაცნაირად მოახერხონ უარი თქვან რუსეთის შეთავაზებაზე ტრამპის მიწოლაზე, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით საკმაოდ სარფიანად უნდა ჩანდეს, ანუ გადარჩები შეკაი ადამიანი ისე შეიძლება მთლიან დაიღუპო, მთელი უკრაინა ჩამოიშალოს, არ ვიცი ფრონტი რამდენ ხანს გაუძლებს და ყველაზე მეტად მე რა ჩემი საქმე ეგრე აყენებს, ჩემი ომი არ არის ტრამპი აყენებს და ეხლა შენ მძევლად მტოვებ 8000 კვადრატული კილომეტრისთვის. ეს არის არგუმენტი, ეს მძიმე არგუმენტია. უბრალოდ მეორე მხარის ხელში არის ბერკეტები, რომ აი დაუშვათ არ ვჩერდები. დაუშვათ ვაგრძელებ ომს. აი რაღაც მარაგები უკრაინას ესე არ არის, რომ რაღაც
შეიარაღება და გაქრა უკრაინის ხელში ყველა იარაღი, ხო? მას რაღაც მარაგები აქვს. ამის იქით ამერიკელ ამორჩეულს ეუბნები, კარგი, შენ თუ გინდა სუნ ჩაერიე, მაგრამ მე ფულს გაძლევ, ანუ ევროპა მას ეყენებს, ფულს გიხდი იარაღს ყიდი არ ვიცი, საუდის არაბეთზე ბოლო და რაღაც ისეთ ქვეყნებზე ყიდი იარაღს, რომელიც საერთოდ ანტიდემოკრატიულობის განსახიერება, ხო? და საცოდავი უკრაინელი ხალხის გადასარჩენად არაფერს არ გთხოვ, უბრალოდ იარაღი მოყიდე, შენ ეკონომიკაში ირიცხება ფული, ხო? ეგ საკმაოდ რთული მდგომარეობა მაგაზე უარის თქმა. და მძიმე მათ შორის რეპუტაციულ და პოლიტიკურ დარტყმას გულისხმობს. ტრამპის ამომრჩევლებში, ანუ ტრამპის რესპუბლიკელების ფლანგშიც ეგრე არ არის, რესპუბლიკელების ფლანგი ორად იყოფა. ის ნაწილი, რომელიც ემხრობა უკრაინის დახმარებას, მათ შორის ინტენსიურ დახმარებას და ის ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება ფულის მიცემას უკრაინისთვის, რატო ვიხდით ვიღაც უცხოებისთვის ფულს. ამიტომ მხარეებს აქვთ არგუმენტები, უბრალოდ ცხადია, რომ ბევრად ძლიერია ამ დროს ამერიკის ხელთ არსებული ბერკეტები, იმიტომ რომ ბოლო ამერიკა რომ გადაწყვიტოს, მოდი ახლა ამ ჭკუა ვასწავლოთ და აი პირობითად თებერვლის თვემ, როცა იჩხუბეს ტრამპთან და ზელენსკიმ, აჩვენა, რომ უბრალოდ დასადაზვერო ინფორმაცია, რომელიც არის ფაქტიურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ომის, სადაზვერო ინფორმაციის შეჩერება გამოიწვია ის, რომ კოლაფსი მოხდა კურსკის მიმართულების უკრაინელების ფრონტის. მასეთი მაგალითი რომ ჩაუტაროს ტრამპმა, ძალიან მარტივად შეუძლია უბრალოდ აი კარგი ახლა არ მთანხდები და აი ახლა დონეცკს დაკარგავ და მე იგივე პირობებზე უბრალოდ ზაპოროჟიეს დარჩენილ ნაწილზე მოგვიწევს რუსებთან ლაპარაკი. მაგ საფრთხის წინაშე დგას ახლა უკრაინა და ევროპა. უკრაინა და ევროპა თან არამხოლოდ მაგ საფრთხის წინაშე დგას, არამედ უნდა გვესმოდეს, რომ აქამდე რა შეიარაღებაც ქონა უკრაინას, რითიც წინააღმდეგობას უწევდა რუსულ ძალებს. ეს იყო საბჭოთა ძალიან დიდი ოდენობით დარჩენილი იარაღი, პლუს უზარმაზარი ოდენობის ამერიკულ-ევროპული დაფინანსებით ნაყიდი მიწოდებული იარაღი. უზარმაზარი მოცულობის, რომელთან ახლოსაც არ არის ის ოდენობა, რომელსაც ეხლა ახერხებენ აწვდიან, იმიტომ რომ ამერიკამ თქვა, რომ მე ვეხსნები და აგერ ევროპა რა ფულსაც გამოვა, მაგითი დავიცვათ, მაგითი რაც გინდათ ქებით, ხო? ამ დრამატულად შემცირებულ ოდენობის პირობებში მეორე მხარეს დგას რუსული ძალები, რომელთა რაოდენობა ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, ვინც გვიყურებს, მაგრამ დღითი დღე იზრდება. ანუ უკრაინული მონაცემებითაც კი, მხოლოდ ამ წელს, აი იანვრიდან აქამდე, აი ზელენსკის და სირსკის განცხადებები, გენშტაბის ხელმძღვანელი და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები თუ იმჩელებთ, 650,000-დან 800,000-მდე გაიზარდა უკრაინელების, ისა რუსების პირადი შემადგენლობა უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების. საწარმოო სიმძლავრეებია გაზრდილი, ანუ უფრო დიდი და ძლიერი რუსული ჯარი ებრძვის უკრაინას, რომელსაც თვალსა და ხელშუა დეფიციტში გადასდის შეიარაღება. რამდენ ხანს გაძლევს მაგ პირობებში უკრაინა, არ არის ცნობილი არც ამერიკისთვის, არც ევროპისთვის, არც ზელენსკისთვის, აქედან გამომდინარე მოცემულობა არის შემდეგი. რაზე ჭიდაობენ ევროპელები და ევროპელები ზელენსკის ჩათვლით და ამერიკელები. ევროპელები ცდილობენ დაარწმუნონ ამერიკულ მხარე, რომ დავუბრუნდეთ ძველ მოცემულობას, სადაც აქტიურად აიარაღებდი, ოღონდ ჩანს, რომ ამაში ვერ არწმუნებენ. რადგან ამაში ვერ არწმუნებენ, ძალიან დაჟინებით იკვეთება მოცემულობა, რომ რაღაცა პაუზა არის საჭირო. ფრონტზე არის რაღაცა პაუზა საჭირო. ამას ძალიან კარგად აცნობიერებს რუსეთი და აი ამ პაუზის ძიებაში უბრალოდ ჩვენ ახლა იდეაში უყურებთ მოცემულობას, სადაც ევროპელები ცდილობენ ამერიკელებისგან აი ამ დიპლომატიურ ბრძოლაში, მოლაპარაკებებში გამოივაჭრონ
უკეთესი პირობები უკრაინისთვის ამ ზავის. ანუ უბრალოდ ევროპელები დაჟინებით თხოვენ ტრამპს. მოდი რაღაცნაირად იქნებ მეტად მივაწვეთ პუტინს, იქნებ მეტი სანქციებით დავემუქროთ. იქნებ რაღაცა პერიოდი სანქციებიც უზრუნველყოთ. იქნებ რაღაც პერიოდი დემონსტრაცია მოვახდინოთ, რომ იარაღის მოწოდებაც შეგიძლია და ისე მივაწვეთ, რომ პირობები მაგიდაზე იდოს შედარებით უფრო უკეთ. ყველას ესმის, რომ იქ კარგი პირობები ვეღარ იქნება. ყველას ესმის, რომ იქ პირობები უკრაინისთვის მაინც მძიმე იქნება, რომ ნატოზე უარი გარდაუვალია. რომ ის ტერიტორიები, რომლებიც წაღებულია, ეხლა დაბრუნებას აღარ ექვემდებარება, მაგრამ იქით მისაცემი აღარ გაგვიხდეს რაღაც ტერიტორიები. აი, ამ პირობებზე მიდის აეხლა რაღაცნაირად მოლაპარაკებების თემა და ასევე რაღაცა ინტენსიურად ეძებენ ფორმულირებებს უსაფრთხოების გარანტიის იმიტაციის.